იყო მთავრობის წევრი. ახლა კი უკვე როგორც ჩანს 4 წლის თავზე გარკვეული ცვლილებები ხდება ქართული ოცნების გუნდში. მინისტრთა ახალ კაბინეტში გატარებული ცვლილებების შესახებ, როგორც უკვე გითხარით, დღის ამბებში ნაციონალური მოძრაობიდან ოთო კახიძე, ქართული ოცნებიდან ლევან კობერიძე ისაუბრებენ. დღის ამბებში 4-ზე კი ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია, მათ შორის თავისუფალი დემოკრატებიც საინტერესოა, როგორც შეაფასებენ ისინი ოპოზიციონერი ვიქტორ დოლიძის დანიშვნას ევროინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრად. რატომ ასეთი მინიმალური ცვლილებები და ის ფაქტი, რომ მხოლოდ ეკონომიკურ გუნდში გატარდა ცვლილება, ნიშნავს თუ არა იმის აღიარებას პრემიერის მხრიდან, რომ გასული 4 წლის მანძილზე ოცნების ყველაზე სუსტი რგოლი იყო სწორედ ეკონომიკური გუნდი. ვიწყებთ ქართული ოცნებით ლევან კობერიძეა ხაზზე. მადლობა ლევან, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მინდა ოფიციალურად მოგილოცოთ უკვე პარლამენტის დეპუტატობა. ეს ჩვენი პირველი ეთერია, მას შემდეგ რაც თქვენი უფლებამოსილება ოფიციალურად სცნეს. შეაფასეთ თუ შეიძლება ახალი მინისტრთა კაბინეტი ახალი პირობითა, თორემ ახალი ალბათ ბევრი არაფერი არ არის. ამ ცვლილებებს შეიძლება თუ არა ვუწოდოთ კოსმეტიკური ცვლილებები. თუ თავისთავად ის, რომ ეკონომიკურ გუნდში მოხდა განახლება და არსად სხვაგან, ნიშნავს იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა ამით გარკვეულწილად აღიარა, რომ ქართული ოცნების ყველაზე სუსტი რგოლი იყო ეკონომიკური გუნდი. მოგესალმებით, ინგა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენთვის, ეს ჩემი პირველი ეთერი არის პარლამენტარის რანგში, თქვენთან შედგება ჩემი დებიუტი, ამისათვის სიამოვნებს, რომ ჩვენთან შედგა ეს თქვენი დებიუტი პარლამენტარის რანგში, ამიტომ როგორც პარლამენტართან უკვე მე მექნება ძალიან პირდაპირი შეკითხვები, რომელიც ბუნებრივია აქვს თქვენს არაერთ ოპონენტს და საზოგადოებას. მზად ვარ ვიყო თქვენი აქტიური რესპონდენტი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დავიწყოთ იმით, რომ ცვლილებები, რომლებიც არის განხორციელებული, ეკონომიკურ გუნდზე ჰქონდათ თქვენ აქცენტი, კითხვის დროს ვიტყოდი პირიქით, რომ ეკონომიკური გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე იყო სწორედ ჩვენი მთავრობის. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, თუ რატომ არის აქცენტი ეკონომიკურ გუნდზე გაკეთებულია სწორედ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, ჩვენი გუნდი, თქვენ კარგად გახსოვთ ის დაპირებები, რომელიც გაცემული იყო სწრაფი განვითარების თვალსაზრისით ჩვენი გუნდის მიერ მოსახლეობის მიმართ და შესაბამისად ჩაითვალა და ჩათვალა პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ, რომ სწორედ ამ გამოწვევებს სჭირდება ეს ცვლილებები. ამიტომ მე პირიქით ვიტყოდი, აქ ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე მოცუდად იმუშავა და ამიტომ არის ეს ცვლილებები განხორციელებული. არის შემუშავებული მთლიანი კომპლექსური გეგმა, რომლის განხორციელებასაც სჭირდება ერთიანი გუნდური მუშაობა, სჭირდება გადაადგილებები, სჭირდება ის პიროვნებები იმ თანამდებობებზე, რომლებიც ამ ახალ გამოწვევებს უპასუხებენ. ანუ ძველი პიროვნებები ახალ გამოწვევებს ვერ უპასუხებდნენ. ლევან, რატომ გეკითხებით, იცით, აი რო არ დავიწყო ეხა ბევრი ასე ვთქვათ, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე ბლა 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 ჩემ შეკითხვებში მე მინდა ერთი კონკრეტული ინფორმაცია წაგიკითხოთ. მაგალითად UNICEF-ი ეს არ არის არც ერთი სხვა დაუშვათ ორგანიზაცია, რომლის კვლევებს შეიძლება უნდობლობა გამოუცხადოთ. UNICEF-ის კვლევის მიხედვით საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ღარიბ ბავშვებს კვლავ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რომ ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აი ეს პატარა ინფორმაცია, რომელიც UNICEF-ს ეკუთვნის. მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელიც 4 წლის წინ, უკვე მეხუთე წელი დაიწყო, დიდი დაპირებებით მოვიდა, რომ პირველი წელი მძიმე იქნებოდა, მეორე უკეთესი, მესამე კარგი და მეოთხეზე ყველა იგრძნობდა საკუთარ ოჯახზე და საკუთარ ჯიბეზე, ელემენტარულად ვერ შეასრულა ეს პირობა და ახლა კვირიკაშვილი დგას ახალი გამოწვევის წინაშე, რომ როგორმე ოდნავ მაინც შეუმსუბუქოს ხალხს სიღარიბე უმუშევრობა, რომელიც ყველანაირი კვლევით ჩვენს ქვეყანაში ნომერ პირველ ადგილებზეა. ამიტომ მკითხეთ მე, რომ ხომ არ იყო თქო ყველაზე სუსტი რგოლი სწორედ ეკონომიკური გუნდი.
ესეთ უტრირებას არ გაუკეთებდი ამ ფაქტს, ეს არის რა თქმა უნდა UNICEF-ი რა თქმა უნდა არის ორგანიზაცია, რომლის მონაცემები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა ეს არის ის მონაცემები, რომლის ასევე გაუმჯობესებაზე მუშაობდა მთავრობა, საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს ეკონომიკურ გუნდს და მთლიანად მთავრობას ყველა მიმართულებით და ყველა პარამეტრებში გვაქვს დადებითი ტენდენცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად მაგ პარამეტრს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდი სამუშაო არის და იქნება გატარებული სწორედ ბავშვებთან მიმართებაში, ისევე სწორედ იმ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ამიტომ ამაზე ახლა არ შევჩერდებოდი, ვიტყოდი იმას, რომ ის პარამეტრები მუდმივად არის ახალი გამოწვევები, არ ჩერდება ქვეყანა, უნდა განვითარდეს, ჩვენი დაპირებაც ეს არის, შესრულებული ფაქტებიც ეს არის, რომ ქვეყანამ ამოისუნთქა და მიდის განვითარების, სწორი განვითარების გზას დაადგა და ბუნებრივია, რომ მუდმივად იქნება ახალი გამოწვევები, ამ ახალ გამოწვევებს შესაბამისად სჭირდება მუდმივი დინამიური, იქნება ეს ცვლილებები საჭირო, თუ იქნება ახლებური მიდგომა. სწორედ ეს არის ჩემი აზრით მიზეზი და არა რაიმე სხვა რაიმე პრობლემები, რომლებიც შეიძლება იყოს ეკონომიკურ გუნდში ან მთლიანად გუნდში. სწორედ ის რომ სამთავრობო შემადგენლობის უმრავლესობა რჩება, ჩემი აზრით მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ის გამართულად მუშაობს და მთავრობა აკეთებს თავის საქმეს ჯეროვნად. ასე რომ ამ შეფასებაში ბოდიშის მოხდით ვერ დაგეთანხმებოდი. კი, მაგრამ იმაში თუ დამეთანხმებით, ბატონობა, რომ უმუშევრობა, სიღარიბე არის თქვენი მოსახლეობის მთავარი პრობლემები და რომ მეხუთე წელი დაიწყო ქართულმა ოცნებამ გაუფასურებული ლარით და ვერ შესრულებული დაპირებით. სწორედ ამ 4 წლის განმავლობაში, თქვენი ამომრჩეველი და თავის ჯიბეზე ანუ იგრძნობდა იმას, რომ გამოსწორდა ამ მიმართულებით ქვეყანაში რამე. სწორედ ამ 4 წლის განმავლობაში 1,900,000 გაღატაკებული მოსახლეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა მემკვიდრეობად 2012 წელს, დღეს ეს ციფრი არის დაწეული დაახლოებით 1,300,000 ადამიანამდე. ეს ტენდენცია გრძელდება სწორედ ამ დინამიკით და სწორედ ჩვენი ხელისუფლება, ქართული ოცნება და მთლიანად გუნდი არის ის ძალა, რომელმაც შეძლო ამ ნაბიჯების გადადგმა, ის რომ ქვეყანამ საგარეო მიმართულებით მიაღწია იმ წარმატებებს, რომელიც წინაშეც დღეს ვდგავარ და ამას ყველა აღიარებს, იგივე იქნება ეს მედიის თავისუფლება, ადამიანის პირადი თავისუფლება, იქნება ეს სოციალური პირობები თუ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემები არის კიდევ დარჩენილი. მომავალი 4 წელი არის სწორედ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეტაპი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტი, მთავრობა ერთიან გუნდად ვიმუშავებს სწორედ ამ პრობლემების დაძლევაზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე. ლევან, თქვენ არიყავით ხელისუფლებაში გასული 4 წლის განმავლობაში. თუ შეიძლება დავასრულებ, კი, რა თქმა უნდა, მე არ ვიყავი ხელისუფლებაში, თუმცა ის ყველა ის მონაცემი, რომელიც არსებობს და მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში და კარგად ვხედავ, რა ვითარდება, როგორ ვითარდება, ეხლა უკვე პოლიტიკაში ვარ და კიდევ უფრო კარგად ვხედავ და მაქვს ყველა ის მონაცემი, რომელიც მაძლევს საშუალებას, რომ ამ ყველაფერზე ვილაპარაკო. მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები სიცრუის ციფრებით ამბობენ, რომ თურმე ეკონომიკა უკან მიდის და 2 მილიარდით შემცირდა, მაშინ, როდესაც არის ეკონომიკური სწორედ ზრდა და მაინც ვერ ვასწავლეთ ჩვენ ოპონენტებს, რომ ნომინალური მუშაობები არ უნდა შეადარონ ერთმანეთს და ისწავლიან მომავალ 4 წელიწადში, იმედია, ამას ქვეყნის მოსახლეობაც აუცილებლად იგრძნობს. ლევან, ოპონირება რაში ჭირდება ციფრებს? 23,000-ზე მეტად არის მაგალითად დავასრულებ და აღარ შეგაწყვეტინე. 23,000-ზე მეტად არის გაზრდილი, 23,797 თუ არ ვწდებით, მაგრამ მოდით რო არ შემეშალოს, 23,000-ზე ზევით არის ოფიციალურად გაზრდილი სოციალურად დაუცველთა რიცხვი მარტო თბილისში. მე ამიტომ ვსვავ კითხვას და ამიტომ თქვი, თქვენ არიყავით ხელისუფლებაში და ძალიან სასაცილო ვიქნები, რომ მე დღეს თქვენ მოგთხოვოთ რაიმე პასუხი, თუნდაც ვერ შესრულებულ დაპირებებზე, მაგრამ თქვენ 4 წლის თავზე უკვე მოგიწევთ პასუხების გაცემა. ამიტომ მინდოდა ეს ციფრიც რომ დამესახელებინა. ანუ აქვს უნარი ამ ხელისუფლებას.
ეს ყველაფერი რომ გამოასწოროს იგა ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ გიპასუხებთ ამაზეც ანალოგიურად ამ ცირკშიც ვერ დაგეთანხმებით და გეტყვით იმას, რომ ქართული ოცნება იყო სწორედ ის ძალა და პოლიტიკური ძალა ჩვენი გუნდი, რომელმაც შეძლო 4 წლის განმავლობაში 2012 წელს 2 მილიონ ადამიანზე მეტი დაუზღვეველი ადამიანი, საერთოდ რომელიც ბედის ანაბარა იყო სწორედ მიგდებული, მოახერხა სწორედ ხელისუფლებამ და მთავრობამ, რომ მოექცია იმ სოციალური დახმარებების, მოექცია იმ სოციალური პოლიტიკის ქვეშ, რაც დღეს რეალურად საქართველოში განხორციელდა უკვე და რაც თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვამბობ იმას, რომ პრობლემები არ არსებობს, სწორედ იმიტომ ვარ ჩვენ, რომ ერთად ეს ნაბიჯები გადავდგა წინ. მე უბრალოდ გავაგრძელებ თქვენის ნებართვით, რომ მე როგორც პარლამენტის წევრი და პარლამენტარი პირობას გაძლევთ, რომ მთავრობას, რომელიც ახალი შემადგენლობა, რომელთანაც უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა, რომელთანაც უნდა იყოს სასესიო მოსმენები, უმრავლესობაში მოსმენები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდს, ერთიან გუნდს აქვს ჩვენი ნდობის მანდატი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პარლამენტი არის თვისობრივად განახლებული თავის სამუშაო შემადგენლობით, სამუშაოსთან მიდგომასთან მიმართებაში, ამდენად ეს არ იქნება ახალი მინისტრებისათვის უბრალოდ ავანსად გაცემული ნდობა. ჩვენ გვექნება ძალიან მწვავე კითხვები, გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები მათთან მიმართებაში და მათ მოუწევთ ასევე მაღალ პროფესიონალურად პასუხი ამ კითხვებზე. პირადად მე როგორც ჯანდაცვის კომიტეტის მოადგილე და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი, თავმჯდომარის მოადგილე და ეკონომიკის კომიტეტის წევრი, მაქვს რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც აუცილებლად დავსვამ, ასევე არიან ჩემი სხვა კოლეგებიც და შეგახსენებთ, რომ პარლამენტი არის სწორედ ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს თავრობის დამტკიცებაზე. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ძალიან სიღრმისეული და პროფესიონალური განხილვები. ეს რაც შეეხება ჩვენ მიდგომას თუ ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას გაუჩნდება. ლევან, კიდევ ერთ რაღაცას, ერთ ინფორმაციას წაგიკითხავ თქვენი ნებართვით. აი ახლა პირველი რადიო ავრცელებს ამ ინფორმაციას. მე რატომ გეკითხებით, ანუ რამდენად ეს არის მოტივირებული გუნდი, ანუ უნარიანი გუნდი, რომელიც ახლა წარგვიდგინა ჩვენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომ დაძლიოს ნომერ პირველი პრობლემები თქოს, სიღარიბე, უმუშევრობა, სოციალურად დაუცველების პრობლემა. აი მაგალითად ახლა ვრცელდება პირველ რადიოზე, რომ ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძის ახალი საქართველოს პარტიის ლიდერი წერს, რომ 80,000 ლარი ადგილობრივ მედიას და 20 ლარიანი სასაჩუქრე კალათა სოციალურად დაუცველებს ქუთაისში მერიის ტენდერებზე საუბრობს, რომ 80,000 ლარი მარტო ვიდეორგოლის განთავსებაში უნდა დახარჯოსო ხელისუფლებამ ადგილობრივმა პიარზე, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული პროექტების პიარზე და ამ დროს 79,000 ლარი მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო სოციალურად დაუცველი 20 ლარიან სასაჩუქრე კალათსაც კი ვერ მიიღებსო. აი ეს არის ის თემები, რაშიც ქართულ ოცნებას ხშირად ჭედავს ხოლმე ოპოზიცია. რა სიტყვით, ქამრების შემოჭერის მე გეტყვით, ინგა თუ შეიძლება ამაზე გეტყვით თუ შეიძლება ჩემს პასუხს, ეს არის ძალიან დილეტანტური შედარებები, ეს დაახლოებით იგივეა, ეხლა თქვენ რომ გითხრათ, მე რომ თქვენ შეიძინეთ თქვენი თავისთვის, თქვენთვის ასურველი და საყვარელი სუნამო დაუშვათ 150 ლარა და მარიამს თქვენ შვილს უყიდეთ სწავლისათვის მხოლოდ 30 ლარიანი წიგნი. აი დაახლოებით ესეთი შედარებები რელევანტურია ეხლა ეს თქვენი შეფასება, როდესაც იცით რა, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბრობთ, ინგა და ვადარებთ არა თანაბარ თანაზომიერ თემებს, მე ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ ციფრებით манипуლირება. მე ძალიან მიყვარს ასეთი ციფრებით манипуლირების გაბათილება ხოლმე და დიდი სიამოვნებით თქვენი შეტევა ციფრებით და არგუმენტებით, ამიტომაც თუ აკვირდებით, თითოეულ კითხვას ვცდილობ, რომ ციფრებით კონდეს გამყარებული არგუმენტი და მეც ასე ჰაერზე არ დავჯდარვა, როცა გავიგერო თქვენ უნდა ყოფილიყავით ჩემი სტუმარი. თუმცა გთხოვთ, რომ ვაშაძის პარტიის ციფრებს დაეკნოთ, აი თქვენ თვითონ როდესაც მოგაქვთ ხოლმე
ხოლმე თქვენი ციფრები, ისინი ყოველთვის გაცილებით სარწმუნოა და იმაზე უფრო გამიხარდებოდა მსჯელობა თქვენთან. მოდით ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ქვეყანა წინ როგორ უნდა წავიდეს. კარგი, ჩვენ ველოდებით უკვე სამთავრობო გუნდისგან კონკრეტულ პროგრამებს და თითოეული სტრუქტურის ხელმძღვანელისგან ამაზე ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი. საინტერესო ერთი რამ არის, ბატონო ლევან, თქვენ წეღა როცა საუბრობდით, მაგალითად ახსენეთ სხვადასხვა წარმატება შორის მედია თავისუფლება და დღეს ჩვენ აი ამ წუთასაც კი ვიმყოფებით ასეთ რეალობაში, რომ მაგალითად დაჩქარებული წესით საქმის განხილვა კითხვის ნიშნებს უჩენს ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიას და ყველაზე კრიტიკულ ტელეკომპანიას. მხედველობაში მაქვს რუსთავიორის საქმე და უზენაეში დახურულის ხდომა მიდის და ინფორმაციაც კი არ აქვს ტელევიზიის ადვოკატებს. პირდაპირ კითხავთ, აღარ უნდა ამას ბევრი შეკითხვა. რუსთავიორი შეიძლება თუ არა აღმოჩნდეს პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი, რასაც არჩევნების მერე მიიღებს ეს ხელისუფლება, წაიღებს თუ არა ხელისუფლება ან სასამართლოს გზით, მაგალითად ქიბარხალვაში რუსთავიორს. ასე დავარქვათ, რომ ძალიან უხეშად რომ არ გამომივიდეს მე. ანუ მოდავე მხარე ქიბარხალვაში. მოდით სწორი ასე ვთქვათ რაკურსით კი არ დავსვათ, უფრო სწორედ შევხედავდი ამ კითხვას. პირველ რიგში ხელისუფლებას არაფერი არცად არ მიაქვს, დავიწყოთ აქედან. მეორე ის, რომ სასამართლო ხელისუფლება სწორედ არის ის თემა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია დღეს სახელისუფლო ნებისმიერი სახის ჩარევისაგან და შესაბამისად როგორც ხდომას ჩაატარებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება და მას აქვს თავისი სამართლებრივი ჩარჩო და მიყვება იმ ჩარჩოებს, რამდენადაც ჩვენ ვაკვირდებით გვერდიდან მოვლენებს. რაც შეეხება მედიის თემას, რა თქმა უნდა, ეხლა ამას არავინ არ უარყოფს, რომ ნებისმიერი მედია საშუალების, იქნება ეს რუსთავიორი თუ ნებისმიერი სხვა მედია საშუალება, მისი თემა, განსაკუთრებით როდესაც სასამართლოში ხდება განხილვა, რა თქმა უნდა, არის ძალიან საზოგადოების მაღალი ინტერესის თემა. ჩვენ ძალიან დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. თავარი ამოცანა ჩვენი გუნდის არის ის, რომ იყოს მინიმალური და ფაქტიურად თქვენთანაც ხედავთ, რომ აბსოლუტურად არანაირი ჩარევა არ ხორციელდება და მთავარია, რომ იყოს დაცული ის სასამართლოს მუშაობის ის დამოუკიდებლობა, რაც რეალურად ხორციელდება კიდეც და ეს არაერთხელ დადასტურდა. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ რუსთავიორის თემაზე, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომ ეს თემა არ გახდეს, ასე ვთქვათ, რაიმე საზოგადოებაში ეჭვების თემა და დაგროვებული კითხვების თემა. თუმცა ეს დავაყოლებდი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაადასტურა თავისი მიდგომა მედიის თავისუფლების მიმართ და მე მგონი ამაში ვერ დაგეთანხმებით, მაგრამ ეხლა დრო აღარ გვაქვს. წუხვა რომ თქვენ მაშინ არ იყავით პარლამენტში, როცა ჩემი გადაცემა დაიხურა, როცა სამსახურიდან გაუშვეს ეკა მიშველაძე და როცა ბევრი პროცესი მოხდა მედიაში, ამიტომ არ მინდა ეხლა ამ თემაზე მე თქვენთან დავა. მე წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ. თქვენი სასამართლოში შეტანილი სარჩელი ამასთან დაკავშირებით არ მახსოვს, იყო რამე ესეთი? არა, მე სასამართლოში არ შემიტანია სარჩელი, იმიტომ რომ მე კითხვები არ მქონდა, ისე დახურეს გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო. ამიტომ არ მინდა თქვა ამ თემაზე დავა. მე სასამართლოში არ მივსულვარ, რადგან ვარჩიე, რომ სხვა არხზე გამეგრძელებინა მუშაობა, ისედაც თეთრზე შავი იყო, რომ ეს იყო პოლიტიკური. არ მინდა ამაზე